მოგესალმებით. შემოგიერთდებით ახალი მთვარის ძალიან საინტერესო პროგნოზით, რომელიც გვექნება 23 აგვისტოს და ეს ახალი მთვარეობა ხსნის ციკლს, რომელიც სექტემბრის ბოლომდე იქნება აქტუალური. ძალიან მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობებით სავსე ახალი მთვარე გვექნება. ეს არის ძალიან ძლიერი და მომთხოვნი ახალი მთვარეობა, რადგან ახალ მთვარეობა ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში აღმოჩნდება იოდის ფიგურის მწვერვალზე და რას ნიშნავს ეს? იმას, რომ აქ ახალ მთვარეობა ქმნის კვინკოს, ანუ არშეერთების ასპექტს როგორც სატურნთან, ასევე ნეპტუნთან და პლუტონთან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის იმით, რომ აქ კარმული პროცესები იქნება ძალიან აქტუალური, რომელიც გადის სიძნელეების გზას, ტკივილის და ასევე რაღაცის სწავლების. ჩვენს გამძლეობას გამოცდის ამ პერიოდში, რომელიც ძალიან ფრთხილად და კონკრეტულად უნდა გავიაროთ. გარდა ამისა, ქალწულის ახალ მთვარეობა კვადრატს ქმნის ურანთან, რომელიც ესეც ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებების პერიოდი იქნება. აქ შეიძლება მოხდეს გარდამტეხი სიტუაციები, რომელიც რუტინიდან გამოგვაგდებს. განსაკუთრებით პირველი გრადუსიდან მეხუთე გრადუსამდე, ვისაც გყავთ მუტაბელურ ნიშნებში, როგორებიც არიან ტყუპები, ქალწულები, შულდოსნები და თევზები, აქ აუცილებლად ფრთხილად უნდა იყოთ ყველანაირ გადაწყვეტილებებთან, რადგან აქ თქვენთან ძალიან დიდ ცვლილებებს შემოიტანს ეს ახალ მთვარეობა. 23-დან 26-ის ჩათვლით დღეები აქ განსაკუთრებით იქნება დაძაბული, ცვლილებებით სავსე და ამიტომ აქ მოერიდეთ ყველანაირ კამათს, დაპირისპირებას, სიჩქარეს, რაღაცეების უცაბედად გადაწყვეტილებას. თუმცა ამ პროცესებში ახალი მთვარე გვაიძულებს ახალი პროცესების დაწყებას ჩვენს ცხოვრებაში. გვაიძულებს საბოლოოდ დავხუროთ ის, რაც არ მუშაობს და დავიწყოთ რაღაც მნიშვნელოვანი და კონკრეტული ჩვენ ცხოვრებაში. რაც შეეხება ზოდიაქოს ნიშნების ზოგად დახასიათებას და რა პროცესებს წამოწევს ეს ახალ მთვარეობა, ჩავშლი. პირველ რიგში შევეხები აუცილებლად ვერძის ზოდიაქოს ნიშანს. შესაძლებელია აქ იგრძნოთ ცოტა დაბნეულობა, გადატვირთვა, რადგან აქ შეეხება თქვენს ჯანმრთელობის საკითხებს, ასევე სამსახურეობრივ, ყოველდღიურ საკითხებს, რუტინული თემებიდან შესაძლებელია მოულოდნელად გამოგაგდოთ ამ სიტუაციებმა, მაგრამ აქ ეს ახალ მთვარეობა კონკრეტულად გეუბნებათ იმას, რომ აუცილებლად გამოდით ილუზორული მდგომარეობიდან და იმოქმედეთ უფრო კონკრეტულად. რაც შეეხება კუროს ზოდიაქოს ნიშანს, აქ შესაძლებელია იყოს რაღაც ახალი სასიყვარულო ურთიერთობების დაწყება, შვილებთან დაკავშირებული საქმეები, ჰობი, შემოქმედებითი თემები, რაღაც საინტერესო შემოთავაზებები, უფრო მეტად გახსნას თქვენთან გზები, რადგან თქვენთან დადებითი ასპექტით გადის ეს ახალ მთვარეობა. აქ შეიძლება რაღაცა ახალი იდეები და საინტერესო პროცესები ჩაიყაროს თქვენთან და ასევე აქტიური იქნება ტრანსფორმაცია მეგობრებში. ზოდიაქოს ნიშანს, რაც შეეხება აქ თქვენთან ახალ მთვარეობა გადის კვადრატით, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ შესაძლებელია ცოტა დაძაბულობის პერიოდი იყოს თქვენთან, როგორც ოჯახში, ასევე პროფესიულ საკითხებში, აქ იქნება რაღაც ცვლილებები, ასევე შესაძლებელია ზოგმა შეიცვალოს ასევე საცხოვრებელი ადგილი, შეეხოს თქვენს უძრავ ქონებას, ყიდვა-გაყიდვის საკითხებს, აქ დაძაბულობას, უფროსებთან, მშობლებთან მოერიდეთ საქმის გარჩევას და უფრო ფრთხილად გაიარეთ ეს პერიოდი. კეჭვების ზოდიაქოს ნიშანს, რაც შეეხება, აქ შესაძლებელია მიიღოთ რაღაცა ახალი ინფორმაციები, ახალი გზავნილები, რომელმაც მთლიანად შესაძლებელია შეცვალოს თქვენი აზროვნება, აქ მოგიდეთ ახალი კონტაქტები, გადაადგილებები, სწავლის პროცესები, საინტერესოდ გამოიყენოს ეს პერიოდი თქვენთვის, რადგან ახალ მნიშვნელოვან ფუნდამენტს ჩაყრის თქვენს ცხოვრებაში. ლომების ზოდიაქოს ნიშანს, რაც შეეხება, აქ ფინანსურ თემებს შეეხება თქვენთან, ან შეიძლება მოულოდნელი დანახარჯები, ან რაღაც ცესხის საკითხები შეიძლება გამოჩნდეს. რაც შეეხება გადახედვა მოგიწევთ თქვენი ღირებულებების, აქ მოერიდეთ აუცილებლად ხარჯებს. ქალწულის ზოდიაქოს ნიშანს, რაც შეეხება თქვენს ინდივიდუალურობას, აქ მთლიანად შეცვლა მოგიწევს პროცესებით, შეიძლება ზოგიერთი ჩაერთოს ძალიან
ძალიან დიდ პროცესებში, რაღაც საქმიან თემებში, ურთიერთობები, რომელიც სიახლეებს შემოგიტან, შეიძლება შემოვიდნენ ახალი ადამიანები თქვენ ცხოვრებაში აუცილებლად მიიღეთ ეს მოულოდნელობები, რადგან ეს ახალ პროცესს, ახალს ჩაყრის თქვენს ცხოვრებაში. რაც შეეხება სასწორი ზოდიაქოს ნიშანს, თქვენთან დაბადების წინა პერიოდია, ეს ნიშნავს იმას, რომ აქ იმუნიტეტი ძალიან დაბალია, ამიტომ აქ იყავით უფრო ფრთხილად თქვენს ჯანმრთელობასთან, ასევე გაუფრთხილდით თქვენს ფიქრებს, უფრო დაგეგმეთ მომავლისთვის თქვენი გეგმები, იდეები, ბალანსი მოახდინეთ აუცილებლად, მიხედეთ ჯანმრთელობას, ძალიან კარგია ეს პერიოდი დასვენებისთვის. სადაც ტრანსფორმაცია მოგიწევთ, ეს იქნება სიყვარულის და შემოქმედების კუთხე. რაც შეეხება მორიელი ზოდიაქოს ნიშანს, აქ ცვლილებები იქნება როგორც მეგობრებში, ასევე ჯგუფურ რაღაც საქმიან თემებში, აქ იქნება ძალიან კარგი სიახლეები, დაგეგმეთ აუცილებლად, მაგრამ ძალიან ფრთხილად იმოქმედეთ ამ პერიოდში. რაც შეეხება მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანს, თქვენთან თქვენს კარიერას, თქვენს პროფესიულ საკითხებს შეეხება უფროსებთან, თანამშრომლებთან, აქ აუცილებლად გაუფრთხილდით დავას, რაღაც კამათს და დაპირისპირებას, აქ შეიძლება დაგჭირდეთ რაღაცა კონკრეტულის გადაჭრა, კონკრეტულის გადაწყვეტა. აქ შესაძლებელია რთული გახდეს ოჯახსა და პროფესიას შორის ბალანსის შენარჩუნება, მაგრამ აქ სწორად უნდა ჩაყაროთ ენერგიები. რაც შეეხება თხის რქის ზოდიაქოს ნიშანს, თქვენთან მოგზაურობის სწავლის, თქვენი მსოფლმხედველობის შეცვლის, თქვენი ჰორიზონტის გაფართოებისთვის და ახალი გზის პოვისთვის ძალიან კარგი პერიოდია, ამიტომ გამოიყენეთ, ჩადეთ რაღაც ახალი პროცესები ამ კუთხით, რომ თქვენი ავტორიტეტულობა წაიმაღლოთ. რაც შეეხება მერწყულის ზოდიაქოს ნიშანს, თქვენთან აქტუალური იქნება ცვლილებები როგორც დიდ ფინანსებთან, ასევე სექსუალურ ურთიერთობაში. აქ შესაძლებელია რაღაც ძველი ფინანსური საკითხები წამოწიოს წინ და ამასთან მოგიწიოთ მუშაობა, ან რაღაც დაფარული ინფორმაციის გამომჟღავნება მოხდეს თქვენთან. ამიტომ ფრთხილად იყავით ცესხებთან, ვალებთან და ასევე სექსუალურ პარტნიორებთან. აუცილებლად თქვით უარი ძველზე და მიიღეთ რაღაც ახალი. შეეხება თევზების ზოდიაქოს ნიშანს, აქ თქვენთან აქტუალური იქნება პარტნიორული ურთიერთობების საკითხები, პარტნიორული ურთიერთობების შევეხები როგორც პირად, ასევე საქმიანი კუთხით. აქ მოგიწყებთ რაღაცეების დათმობა, ძველიდან გამოსვლა და აუცილებლად რაღაცა ახლის წამოწყება. აქ შეიძლება შემოვიდნენ ახალი ადამიანები თქვენ ცხოვრებაში, როგორც საქმიანი, ასევე პარტნიორული კუთხით. აუცილებლად მოედიდეთ კამათს და დაპირისპირებას ამ პერიოდში პარტნიორებთან. აქ შეიძლება იყოს ასევე ხელისშემშლელი ფაქტორებით, მაგრამ რაც იქნება მნიშვნელოვანი, ეს იქნება ის, რომ აქ რეალობასთან აუცილებლად მოგიწევთ შეჯახება. წარმატებები მინდა ყველას გისურვოთ. გამოიწერეთ ჩემი არხი, დამილაიქეთ. მადლობა ყველას.